კახეთში საგაზაფხულო სასოფლო სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს ლაგოდეხის რაიონში სოფელ აფენში პიონერის ჯიშის სიმინდის თესვა დაიწყო. ფერმერ რამაზ ლომინაძე სიმინდის მოსავალს 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ელოდება. ეს აფენში იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზიამ თესვაშიც მიიღო მონაწილეობა. საგაზაფხულო სამუშაოებისათვის სრულ მზადყოფნაში ადგილობრივი მომსახურების ცენტრებისათვის გადაცემული ტექნიკაც სულ კახეთის რეგიონში პირველი ეტაპისათვის რამდენიმე სერვის ცენტრზე 40-მდე ტრაქტორია გადანაწილებული. ტექნიკა, რომელიც შემოვიდა გუშინვე, არის კახეთის რეგიონში გადანაწილებული 40 ცალი შემოსული ეს ტექნიკა. მიმდინარეობს თესვით სამუშაოები, ნაწილი არის მოხმაზე გადასული, სადაც არ არის მოხმული, ბევრ ადგილას აქ უფრო ადრე დაწყებული ხმა და ამის გამოც უკვე კლიმატური ახალი ტექნიკით ხდება მისი ჩათვლა. მეტი ტექნიკა, მეტი ორგანიზებულობა გაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა აგრო პროცედურა ჩაატარო დროულად და ხარისხენად. მექანიზატორის მომსახურების ჩვენ შარშანაც ვისარგებლეთ და კმაყოფილებით დავრჩით. ვფიქრობ, წელს უკეთესი იქნება იმის გამო, რომ გამოცდილებაც ხომ მოდის არა ამ მუშაობაში.